გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას დიდი აღიარება და რატომ გაიხსენეს იტალიაში ხვიჩა. ამასთან ერთად მე თქვენთვის სხვა არაერთი უახლესი ინფორმაცია მოვიძიე. მოტივაციისთვის კითხონა დამიფასო ჩრომა და ვცადოთ რომ ავიდეთ 1500 მოწონებაზე. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, თხოვნა დამით მორი წამი და შემოუერთდე ჩვენ საფეხბურთო ოჯახს. მადლობა თუ შენეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. რამდენიმე კლუბი აკვირდება. ფუტმერკატო წიტაიშვილზე წერს. პარი სენ-ჟერმენის კარში გატანილი ეფექტური გოლის შემდეგ მეცის ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამის შესახებ კი ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ფუტმერკატო იტყობინება. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სატრანსფერო ბაზარზე წიტაიშვილის მიმართ ინტერესის გარემოებას ზრდის, რომ ზაფხულში მას კიევის დინამოსთან კონტრაქტის ვადა ამოეწურება, რის შემდეგაც ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება. ეს გამოცემა კი დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ჩვენი ცნობები წიტაიშვილის ყურადღებით აკვირდებიან ლიგა 1-ის გუნდები ლიონი და ლილი. თუმცა ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესი საფრანგეთის საზღვრებს სდება. როგორც წყაროსგან შევიტყვეთ, წიტაიშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გამოითხოვა იტალიურმა ლაციომ. ესპანეთში კი მის მიმართ ინტერესს ვილიარეალი იჩენს. კერძოდ პირენეებზე გადაბარგებული გიორგი მიქაუტაძე თავისი თანამემამულისთვის აგენტის როლს ასრულებს და ყვითელ წყალქვეშა ნავს წიტაიშვილის შეძენას ურჩევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთხელ ასეთი საქმე მას უკვე გამოუვიდა. კერძოდ მეც წიტაიშვილის დამატება სწორედ მიქაუტაძემ ურჩია, წერს ფუტმერკატო. გუნდში აღარ არის, მაგრამ ფანებს ისევ უყვართ. მიქაუტაძე ლიონის ტოპ-3-ში. გასულ სეზონში ლიონში ყველაზე მეტად ალექსანდრე ლაკაზეტის და გიორგი მიქაუტაძის მაისურები იყიდებოდა. ზაფხულში კი ორივემ კლუბი დატოვა და შესაბამისად მიმდინარე სეზონში ეს რეიტინგი შეიცვალა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ქართველი უკვე თითქმის 4 თვეა ფრანგულ გუნდში აღარა, მიქაუტაძე 2025-26 წლების სეზონის პირველ ნახევარში მაისურების გაყიდვით მესამე ადგილს ინარჩუნებს. ამის შესახებ კი ლიონის მერჩენდაიზინგის ხელმძღვანელმა ფრანკ ფერნიემ ისაუბრა. ის აგვისტოში სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ძალიან გვიან წავიდა. ჩვენი სეზონი კი 1 ივლისს იწყება. ასე რომ ივლისსა და აგვისტოში ჟორჟის ბევრი მაისური გავყიდეთ. მაგრამ ის კვლავ სამეულშია მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე მისი მაისური ძალიან ცოტა თუ გავყიდეთ. სეზონის განმავლობაში კი ეს ყველაფერი გათანაბრდება და რეიტინგიდან ამოვარდება. განაცხადა ფრანკ ფერნიემ. კარიმ შრალად 3ჯერ შეინახა და 16 გოლი გაუშვა. როგორ შეაფასეს მამარდაშვილის თამაში? გიორგი მამარდაშვილს ლივერპულში თამაში თითქმის არ უწევს. ქართველმა კარის დარაჯმა სათამაშო წუთები ძირითადად იმის გამო მიიღო, რომ ალისონ ბეკერი ტრავმირებული იყო. რამდენიმე მატჩში კი გიორგიმ თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ბრაზილიელის დაბრუნების შემდეგ მამარდაშვილი კვლავ სკამზე დაჯდა. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა 90 მინიკი ქართველი მეკარის თამაშს აფასებს. რეალურად ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ზაფხულში დაიმატა, თუმცა შემდეგ ერთი წლით ვალენსიაში იჯარის წესით დატოვა. მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან ქართველი ლივერპულის ათადარიგო მეკარია და ტრამვებისადმი მიდრეკილი ალისონის შეცვლა მოსალოდნელზე უფრო ხშირად უწევს. მამარდაშვილმა ამ სეზონში უკვე 10 მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა ლივერპული მძიმე კრიზისში იყო. რამდენიმე ეფექტური მოგერიების მიუხედავად 25 წლის მეკარემ საკუთარ თანაგუნდელებს სტაბილურობა ჯერ კიდევ ვერ შესინა. მან მხოლოდ 3ჯერ შეინახა კარიმ შრალად და 16 გოლი გაუშვა. მომდენო შანსი კი FA Cup-ზე არაუგვიანეს იანვარში ექნება, წერს გერმანული გამოცემა. ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ 442 ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. მისმა ექსპერტებმა კი დაასახელეს მარცხენა გარემარბები, რომლებიც მათი შეფასებით 2025 წლისთვის მსოფლიოში საუკეთესოები არიან. პარი სენ-ჟერმენის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კი ტოპ-10-ში მოხვდა. კვარა რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს და ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ჩამორჩება, ბარსას მოთამაშე რაფინია. ტრებლი პარი სენ-ჟერმენთან ერთად და სკუდეტოს მორიგი медаლი ერთ სეზონში? ცუდი ნამდვილად არ არის. საქართველოს ოქროს ბიჭუნას კვარაცხელიას ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ასვლა ის მოვლენა, რასაც ევრო 2024 წლის მაყურებელთა უმრავლესობა ველოდებოდით და ვარაუდობდით, რომ მოხდებოდა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი კვარაცხელია, ორივე ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს და ნამდვილად კოშმარია, როდესაც შენს წინააღმდეგ მოდის. გამომდინარე იქიდან, რომ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავს ჭკვიანური ჯარიმების მოპოვება უყვარს და მეტოქე გუნდის მცველებს ხშირად იტყუებს ორთაბრძოლებში, რომლებშიც მათაც კი იციან, რომ შანსი პრაქტიკულად არ აქვთ, ხვიჩას ჯეკ გრილი შადარებდნენ. თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში კვარა დონა ახალ დონეზე ავიდა და უსმან დემბელეს გვერდით შეუძლია როგორც მარცხენა გარემარბად, ისე ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშოს. ახლა ნაპოლიში გატარებული წლებისა და მის გარშემო წარმოქმნილი უზარმაზარი აჟიოტაჟის შემდეგ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და პარი სენ-ჟერმენის ამ ვარსკვლავებით სავსე შემადგენლობაშიც კი რაღაც კუთხით მაინც არ არის სათანადოდ დაფასებული, წერს ინგლისური გამოცემა. და სწორედ ნაპოლის ხსენების შემდეგ უნდა აღენიშნოს ის ფაქტი, რომ ხვიჩა იტალიაში გაიხსენეს. კერძოდ იტალიაში გავლენიანმა გამოცემა La Gazzetta dello Sportმა ხვიჩას შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია დაწერა. დავით ნერეში თავდაპირველად ძირითადად მარცხენა ფლანგზე სათამაშოდ შეიძინეს. სწორედ იმ
პოზიციაზე, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი იკავებდა. თავად ანტონიო კონტეც კვარაცხელიას PSG-ში წასვლამდე ბრაზილიელს ხშირად და წარმატებითაც იყენებდა მარცხენა ფრთაზე, თუმცა შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მარცხნივ თამაშისას ნელეში მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ გამოიყურებოდა, თითქმის არასოდეს იყო გადამწყვეტი ფიგურა და რაც მთავარია უჭირდა გზის პოვნა მეტოქის კარისკენ. მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ დავით ნელეში მუდმივად მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანა. კონტე მას თხოვა, რომ ხაზთან არ გაჩერებულიყო და უფრო ხშირად ცენტრისკენ შემოწეულიყო. შედეგმაც კი არ დააყოვნა. ბრაზილიელმა გატანილი გოლების რაოდენობა თითქმის გააორმაგა. ჯოვანი მანამ შეიძლება ვერ იპოვა კვარაცხელიას პირდაპირი მემკვიდრე, მაგრამ მან ნამდვილად აღმოაჩინა ჩემპიონი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ეს არის გამარჯვებით დასრულებული შეცდომა. წერს იტალიური გამოცემა. მე კი შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში 2025 წლის იანვარში გადავიდა. მაგრამ ამ დრომდე შეიძლება იმის თქმა, რომ ნაპოლიმ ხუჩას ღირსეული შემცვლელის პოვნა ვერ შეძლო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. ბოლოს კი დავძენ იმასაც, რომ ხუჩას თანაგუნდელმა მატვეი საფონოვმა კვარაცხელიასთან თავის ურთიერთობაზე ისაუბრა და ქართველი საკმაოდ კარგად დაახასიათა. ხუჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მას კარგად ვეწყობი. შეგვიძლია ვიჭორაოთ. მას ცოტათი ახსოვს რუსული ენა. ინგლისურადაც შეგვიძლია საუბარი. შეგვიძლია შევხვდეთ კიდეც, თუმცა ახალ წელს ვფიქრობ, ყველა თავის გზაზე წავა და 1 იანვარს დაბრუნდებიან. განაცხადა საფონოვმა. PSG-ში ხელფასები საგრძნობლად შემცირდება. ახალი ცნობები პარიზულ გუნდზე. ბარსას გეჰის გადაბირება სურს. პრობლემა მისი ხელფასია. კატალონიის ბარსელონას რომ დაცვის ხაზში პრობლემები აქვს, ეს ახალი არავისთვის არ არის. ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე კი ბლაუგრანა ტოპ ტრანსფერებს ვერ აკეთებს. ხოლო როგორც მუნდო დეპორტივო იუწყება, ჰანსი ფლიკის გუნდს მარკ გეჰის შეძენა სურს და ტრანსფერი საკმაოდ რეალურია. ამის მიზეზი კი გეჰის კონტრაქტია, რომელიც 2026 წლის ივნისში იწურება. კრისტალ პალასა და ინგლისელ უკანახაზელ შორის მოლაპარაკება კი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს და ბარსელონა სწორედ ამ სიტუაციით სარგებლობას სურს. წყაროსნობით კატალონიური გრანდი 45 მილიონის გადასახდელად მზად არის. ბარსასა და გეჰის შორის კი პირველი კომუნიკაცია შედგა, თუმცა ამას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ, რადგან 25 წლის ფეხბურთელმა საკმაოდ მაღალი ხელფასი მოითხოვა. ჯერჯერობით კონკრეტული თანხა არ სახელდება, მაგრამ თუ მუნდო დეპორტივოს დავუჯერებთ, კატალონიელებს გეჰის მოთხოვნილი ანაზღაურების გადახდა არ შეუძლიათ. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ მარკი ნაკლებ ხელფასს დათანხმდება, მოლაპარაკებაც განახლდება. პარი სენ-ჟერმენმა უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კონტრაქტების გახანგრძლივებისას ახალი მიდგომა დანერგოს, რომელიც ხელფასების შემცირებასა და ბონუსების გაზრდას ითვალისწინებს. Le Parisien-ის ცნობით ასეთი სტრატეგიით კლუბი ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებას ცდილობს. თავის მხრივ 28 წლის დემბელესთვის, რომელიც ტრავმებისადმი მიდრეკილ ფეხბურთელად ითვლება, ეს გარემოება შესაძლოა მიუღებელი აღმოჩნდეს. გამოცემის წყაროების მტკიცებით, მოლაპარაკებები შესაძლოა ისეთივე შიხში შევიდეს, როგორც ეს ჯანლუიჯი დონარუმას შემთხვევაში მოხდა, რის შემდეგაც იტალიელმა პარკ დე პრანსი დატოვა და მანჩესტერ სიტიში გადავიდა. თუმცა იმედია PSG ამ სიტუაციას განსხვავებულად მიუდგება, რადგან დემბელე პარიზული კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.